სალამი ყველას, ვისაც ჩემი მოსმენა გსურთ და ვისაც ჩემი საუბრები გაინტერესებთ. ეხლა რა უნდა გითხრათ, იცით? სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ესეთი აზრი და შემოვიდა. ესე ხდება ხოლმე, შემოდის აზრი, მე იმას ვამუშავებთ, მუშაობაში, აი მაგალითად ბაღში ვმუშაობ, სად ვმუშაობ, ვფიქრობ ამაზე, ამ აზრთან დაკავშირებით და მე მინდა ხოლმე ამაზე თქვენთან ერთად ვისაუბრო და რატომღაც აი ეს აზრი როგორც კი შემოვიდა, ისე გავატარე. მაგრამ ისევ მოვიდა. ხო და ისევ რომ მოვიდა, ესე იგი უნდა განვიხილო თქვენთან ერთად. იძულებული საქმიანობები. არა მხოლოდ ის, რომ ყოველდღიური რუტინა, აი მაგალითად ადგები დილით, დაიბან პირს, მოემზადები, ნუ ზოგი მაკიაჟს გაიკეთებს, ზოგი პირდაპირ წვერს გაიპარსავს და წავა სამსახურში. მაგაზე არა გვაქვს საუბარი, მაგაზე ჩვენ საუბარი გვაქვს იძულებული საქმიანობები დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის, რაც ძალიან არ უყვართ ხოლმე მერწყურებს ოჯახის შექმნა და ოჯახში მსახურება. მსახურება ქვია ამას ზუსტად. ეხლა თან ყავას ვაკვირდები, რომ არ გადმომივიდეს, დღეს უკვე დავწვი ერთი ყავის სადუღარა და ვეღარ ვაშორებ. ხომ არ იცით რამე საშუალება რომ მირჩიოთ, როგორ მოვაშორო ეს ნამწვავი. ეხლა რა ხდება? ადამიანი იფიქრებს, რომ აი ვალდებულებას მოვიხდი, ჩემი ვალდებულებაა რომ დავიბადე, ესე იგი შევქმნა ოჯახი, შემდეგ გავაჩინო შვილები, ან შევიძინო შვილები, ხო? დღესდღეობით შეგვიძლია ასე ვიმსჯელოთ. გავაჩინო ან შევიძინო შვილები. და შემდეგ ვიცხოვრო და შემდეგ რაღაცა იქ 1-2 კიდევაც ვეზიარო და წავიდე მე იქით სამყაროში ისევ როგორც მოვედი. უფროსი ღირსეულად თუ გინდა ჩვენ ამას ჩავწვდეთ, ჩვენ უნდა ვიკითხოთ ერთი რამ. ადუღდა ყავა, დავისხავ ხა და თან თქვენთან ერთადაც ვიჭორავებ. არ მინდა ეს აზრი გავატარო, იმიტომ რომ ეს აზრი ძალიან ხშირად მომდის და ამას თავს ვარიდებ ხოლმე, რომ თქვენთან ერთად ვისაუბრო. იცით რატომ მეგობრებო? აი ძალიან ყველაზე რთული თემა, რაც კი საქართველოში შეიძლება გახსნა საზოგადოებაში, ეს არის ოჯახის მდგომარეობა. რამე თუ ოჯახის მდგომარეობა, ანუ ოჯახის შექმნის მდგომარეობა, შემდეგ ოჯახში დარჩენის მდგომარეობა და ოჯახში მსახურების მდგომარეობა არის თითქოს ნორმალური. სინამდვილეში ნორმალური არაფერი არ არის. აი ხო, სწორი გამოთქმის ფორმა არის ნორმალური. ალური, ანუ ესე იგი, რაც ენერგიას გაძლევს. ალი რასაც დის ენერგიას, ხო, ცეცხლს. ცეცხლი ენერგია. რა არის ნორმალური, მეგობრებო? მაგალითად, აი მე თვითონაც დღემდე ამ ვითარებაში ვარ ჩაჭერილი და ვერ ვიხსნი თავს. ძალიან რთულია. მაგალითად, რისგან ვერ იხსნის ადამიანი თავს? მიუხედავად იმისა, რომ პატარა არ ვიყავი, როცა ოჯახი შევმქვენი, ვიყავი 31 წლის და 31 წლის ასაკში საერთოდ აი როგორ გითხრათ ეხლა არ ვიყავი ისეთი ტიპი, რომ აი ოჯახი მინდა, ის მინდა, ქმარი მინდა, ცოლი მინდა, შვილი მინდა, არ ვიყავი ესეთი ტიპი, მაგრამ ჩემს ვითარებაში იყო ესეთი მდგომარეობა რა. რატომ არ ვიყავი ეგეთი ტიპი, იმასაც გეტყვით და მე რატომ იყო ესეთი მდგომარეობა და რატო გადავდგე ეს ნაბიჯი, იმასაც მოგიყვებით და ჩემნაირი კიდე ერთი ალბათ ამ ვითარებაში არის 99% ქართველი ქალის, ვინც დაოჯახებულია რა. მხოლოდ 1% თუ არის ისეთ ვითარებაში, როგორ ვითარებაშიც თქვათ მას სურს რომ იყოს. მოდი ავანთოთ ჩუქი. ხო, ეხლა რა ვითარება არის, ნახეთ, მე რატო ვარიდებ ხა ამას თავს? მე თვითონაც ძალიან როგორ გითხრათ, აი არ ვიცი, რატო ვერ ვიხსნი ამ მდგომარეობიდან თავს, არ ვიცი. და გამოსავალს ვერ პოულობ. მეორე ის რომ აი
აი ისეთ წრეში ვარ მოქცეული, რომ ვერ ხვდები გამოსავალიც რომ იყოს ამ ვითარებაში რატომ მოვხვდი. გესმით? აი მაგას ვერ ხვდები მე და ალბათ თქვენთან ერთად მინდა რომ განვიხილო ეს საკითხი რა. ალბათ შეიძლება კიდევაც თქვენთან ერთად გამეხსნას და ვიხსნა თავი. აი განვითარება გავაკეთო. აი განის ვითარება გავაკეთო რა. ამ შემთხვევაში ჯერ განვითარებას ვერ ვახერხებ ამ საკითხში. ეხლა რა ხდება? ნახეთ, არის ესეთი მომენტი, რომ 31 წლის ასაკში, როდესაც მე ჯერ კიდევ გერმანიაში ცხოვრობდი და ყოველ ჩამოსვლაზე, ესე იგი, სულ ეს კითხვა იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ოჯახის წევრებიდან, როდის დაოჯახდები, უკვე დიდი ხარ, როდის დაოჯახდები და ნუ ეხლა ერთხელაც მოხდა ესეთი რამ, რომ გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი საქართველოში, აი თავისთავად მოხდა ესეთი რამ, რომ სანამ საქართველოში წავედი ჯერ ერთ-ერთ კუნძულზე, დასასვენებელ კუნძულზე, კერკირაზე, საბერძნეთში, რომელიც ძალიან მიყვარს. აი ამ საბერძნეთის კერკირაზე მე მქონდა ესეთი სურვილი, ჩაფიქრებული, ჩემსა და ღმერთს შორის იყო ეს საუბარი, რომ ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი და რომელიც მე კი არ მომეწონებოდა, არამედ ღმერთს უნდოდა ჩემთვის, აი ამ ადამიანს ამ კუნძულზე გავიცნობდი და არა მხოლოდ ამ კუნძულზე გავიცნობდი, ამ კუნძულზე მოხდებოდა ჩვენი ხელის თხოვნა, ესე რომ ვთქვათ რა. აი ეს იყო ჩემი და რა საინტერესოა ხო სულ დამავიწყდა, რომ ამას ბატარია არა აქვს და დაჯდება მალე, მაგრამ ვეცდები რომ მალე მოყვე. და მოხდა ისე სასწაულებრივად მოხდა, მართლა სასწაულებრივად, ჩემი ეხლანდელი მეუღლე, რომელიც საქართველოში იყო მაშინ, გერმანელია, მაგრამ საქართველოში მოღვაწეობდა, რატომღაც იმის მერე, რაც გავიცემით ფოთოლეთის მონასტერში, კერკირაზე წამოვიდა. იმიტომ რომ მე ვიყავი კერკირაზე. არანაირი იქ ჩვენ ესეთი რაღაც არ ყოფილა, რომ მე დამეპატიჟოს, იმიტომ რომ მე უნდა შევხვედრილიყავი ჩემს ბიძაშვილს, მე და ჩემი ბიძაშვილი უნდა ყოფილიყავით კერკირაზე. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი ბიძაშვილი ვეღარ წამოვიდა კერკირაზე, მე მოვხდი მარტო კერკირაზე და ჩემი ეხლანდელი მეუღლე, მაშინ რა თქმა უნდა არ იყო მეუღლე ჯერ. საქმე იმაშია, რომ ჩემი მეუღლე, აი როგორც მართლა ესე მე და ღმერთს შორის საუბარი იყო, მართლაც ესე მოხდა, რომ არანაირი საბაბი არ მიმეცია იმისათვის, რომ აი ხო შეიძლება რომ თავი მოაწონო, მამაკაცი ისე რაღაც გაებრანჭო, აი არანაირი საბაბი არ მიმეცია იმისთვის, რომ ამ ადამიანს მე ცოლად მოვდომებოდი, მაგრამ იმიტომ რომ სულ ჩხუბში ყავდა 3 დღის განმავლობაში, რომ დავდიოდით, აი მაგალითად დავდიოდით გვერდ, ხო? გაცნობის მომენტი იყო და არც ერთი მომენტი არ გამიშვია მე ხელიდან, რომ არ მეჩხუბა ამ ადამიანისთვის, რა, სულ ჩხუბობდი. მე წავიდოდი, ეს გამომიკიდებოდა, ეს საქმე იმაშია, რომ მესამე დღეს ამ ადამიანმა ხელი მთხოვა და ეხლა ნახეთ, როგორი რაღაცა ჩემს ცხოვრებაში ესეთი მომენტი იყო, რომ ზღამია. და მინდა გითხრათ, ჩემი მეუღლე არ არის ცუდი ადამიანი და ძალიან სიმპათიური ადამიანიც არის სხვათა შორის. ღამია და ვარსკვლავებს ვუყურებთ. ჩემი მეუღლე მთხოვს ხელს, სრულიად მოულოდნელი და აი ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო ეს, ისეთი რომ არც მოველოდი. და ირთვება ტვინი ჩემთან, ეხლა რა ხდება? ირთვება ტვინი. თუ კი მე ჩემს აზრებში ღმერთთან ესეთი დიალოგი მქონდა, რომ ამ კუნძულზე მთხოვდა ადამიანი ხელს, რომელიც ღმერთს უნდა ჩემთვის, ხო? მაშინ მე უნდა ვიყო უმადური, რომ ამ ადამიანს ეხლა უარი უთხრა. ეს იყო გადაწყვეტილება ჩემი, რომ მეც დავთანხმდი ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ მე
ღვთის წინაშე უმადური არ მინდოდა გამოსულიყავი. ანუ ეს იყო აბსოლუტური ლოგიკური გადაწყვეტილება ჩემს მიერ, რომ ლოგიკურად გადავწყვიტე ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ვთქვათ, ღმერთს ვთხოვე, მომცა და ეხლა უარი უნდა უთხრა, ვთქვათ, ხო? აი საქმე იმაშია, რომ დავქორწინდით თუ არა, იმ დღესვე, მეორე დღესვე მოხდა ისე, რომ 3 დღის მერე წამოვიდით საქართველოში ორივე, წამოვიდით და მეორე დღესვე დავქორწინდით, ისევე იქ დავიწერეთ ჯვარი, სადაც გავიცანით ერთმანეთი ფოთოლეთის მონასტერში და საქმე იმაშია, რომ მერე წავიდი გერმანიაში. მარინუსი დარჩა საქართველოში. გერმანიაში წავედი, იმიტომ რომ ვიზა არ მინდოდა გამეფუჭებინა და 15 დღე მქონდა დარჩენილი. ამ 15 დღეში უნდა მომესწრო სახლის დაცლაც, გადასვლას, გადმოსვლას და ვიზის დახურვაც და წამოსვლაც, გესმის და აი ეს საქმეები მოვაგვარე, წამოვედი და მოხდა ისე, რომ აი როგორ მოვხვდი იცი ამ ვითარებაში, რომ ვითარებაში ვიყავი, აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი, რომ კი, მე ოჯახი შევქმენი, მაგრამ ხდება ესეთი რაღაც, რომ აბსოლუტურად ჩემს წარმოდგენებს, ხო, როგორ წარმომიდგენენ ჩემი ცხოვრება, აი როგორც მანამდე მქონდა, რომ ყველაფერი დაახლოებით წინასწარ ვიცოდი, როგორ რა მოხდებოდა, ხო? აი ეს მინდა ამას ვაკეთებ, ის მინდა ამას ვაკეთებ. აი ამის შემდეგ ხდება ისე, რომ საერთოდ აზიარო რა ხდება. არ ვიცი რა ხდება, ხო? გავაშინე 1 შვილი, 2 შვილი, 3 შვილი, თანაც მიყოლებით, ახლა ისი არ იყო, რომ მართლა ამ 3-ვე შვილს ეგრევე არ ვიცი რა სჭირდათ მეტაყნენ და მაინც გაჩერა მოუნდათ. მე ამას თვითონ აირჩიეს ეს, ხო? თუ სულმა აირჩია ჩემი სხეული იმისათვის, რომ ამ დედამიწაზე რეინკარნირდეს, მე როგორ მოუშალო მას ის შესაძლებლობა, რომ არ მივცე მას ამის შესაძლებლობა და საშუალება, რომ მოვიდეს ამ დედამიწაზე და დაიბადოს, ხო? აქედან გამომდინარე, პირველი, მეორე და მესამე შვილი 4 წელში ისე გაჩნდა, რომ ვერ მოვდივარ რა ხდება. გესმით? აი ვერ ხვდები რა ხდება. ვერც ის მივხვდი, რომ ოჯახი შევქმენი, ისე სწრაფად განვითარდა მე ყველაფერი. ვერც ის მივხვდი, რომ ეხლა მე დედაც ვარ, ცოლიც ვარ, რა ვიცი, სხვადასხვა როლები შემეძინა, რომელსაც მე ვერ გები. მაგრამ დრო მიდის და თან მithრევს ამ როლში, რომ აი გინდა თუ არა უნდა იყო დედა, აი გინდა თუ არა 3 შვილი უნდა გყავდეს, აი გინდა თუ არა, არავინ არ მაძალებს, ცხოვრება მაძალებს. გესმის და საბოლოო ჯამში, როდესაც აი ეს მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში, მესამე შვილს რომ დავანებებინე ძუძუ, ხო, ძუძუზე მყავდა 3-ვე, ბავშვი დავაგდე იმაზე საწოლზე და მეც დავეგდე საწოლზე და ვთქვი, რომ აღარ შემიძლია, ვეღარ მოვაწოვე მე ძუძუს, всё, მორჩა, აღარ შემიძლია. დავწექი, მეორე დღესვე გამიშრა ძუძუ, აი მართლა გამიშრა, ხო არის რომ ხალხი იმას იკრავს, რა ქვია, რა ვიცი, 1000 გვარ წავლებს სვავს, რომ მე აღარ მოუვიდეს ზე. არანაირი რძის ნატამალი არ გამაჩნდა მეორე დღეს. რომ დავწექი ლოგინში, ვეღარ ავდექი. ისე ცუდად ვიყავი რა. 4 წლის მერე ჩვენი ოჯახის შექმნიდან. საბოლოო ჯამში ამ ჩემს ბავშვებსაც და ამ ბავშვებს ჩემი ქმარი ზრდიდა. იმიტომ რომ მე ცუდად ვიყავი უკვე, აღარ შემეძლო. დღემდე არის ეს მომენტი, რომ მე ვერ ვიაზრებ, ანუ მე ვარ ისეთ როლში, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს, ხო გეუბნები, აი თქვენს ხედავთ. ძალიან მაგარი ქმარი მყავს, ძალიან მაგარი ბავშვები მყავს, ისეთი რომ აი არ ვიცი, ბრწყინავე. ყველაფერი კარგად მაქვს. მაგრამ არის ესეთი შემთხვევა რა, რომ არ ვიცი რატომ მაქვს ოჯახი, არ ვიცი. გესმით? აი ეს მომენტი ალბათ თითოეულ ყოველ მეორე ქალბატონში არის, რომ რატომ ვარ დედა, არ ვიცი. ვერ შევიგრძნობ თქვათ დედის როლს. აბსოლუტურად სხვაგან ვარ. შემიძლია ვიჯდე საათობით, ვიკითხო, ვისწავლო, მაგრამ არ მომთხოვთ დედობას, ხო? არ შემიძლია, რა ვქნა, არ შემიძლია ვთქვათ.
მაგრამ არის ესეთი მომენტი, რომ ვალდებულება აიღე, ვალდებულება გაკისრია. ანუ თავი დაივალდებულე, რომ სამშვილი გააჩინე და სამშვილს ეხლა უნდა უარო, აბა როგორ გინდა, სხვა ხო არ მოუვლის, ვერ მოუვლის სხვა. თქვათ, ხო? რა უნდა ქნეს ამ შემთხვევაში ადამიანმა? აი მე ამ კითხვაზე, თქვათ ქრისტე მეუბნება, დატოვე ეგ შვილების ქმარიც ყველა გამომყევი მე. რა ვქნა, დაუჯერო ქრისტეს? მითხარით, აი რა გავაკეთო ქრისტეს, აი მაგალითად მე ვკითხულობ ბიბლიას, ვზივარ 24 საათი ჩავეწიები იმ წერილს, ამ წერილს, იმ წერილს, იქ საჭმელი უნდა, იქ ის უნდა, არ მაინტერესებს ეს საჭმელების გაკეთება, არ მაინტერესებს ეს დარეცვა, არ მაინტერესებს დალაგება, მე მაინტერესებს ქრისტე. რა გავაკეთო მითხარით? ვიღაცა მღვდელი მოვა და მეტყვის შვილო, ესე შვილები ყავს ვალდებული აღარ, მაგრამ ქრისტეს იტყობს კი არ მეტყვის. დატოვე ყველაფერი და შეუდექი ქრისტეს. გამაგებინეთ რომელია სწორი. ეს, თუ რა ხდება? მე ვერ ხვდები, აბსოლუტურად ვერ ხვდები. თუ კი თქვენ მეუბნებით, ქრისტეს არ ყავდა თავის ჩეული. არ ყავდა ოჯახი, მაშინ მეც მინდა ეგეთი ვიყო, კაცო. მე გავუაზრებლად გავაკეთე, ეხლა ას გონს მოვედი და წავედი, ეხლა ქრისტეს გზაზე ვდგები. არა მაქვს უფლება თუ რა ხდება. აი მითხარით რა, არ გაქვთ ხოლმე ესეთი საუბრები თქვენს თავთან? არაფერი არ მაინტერესებს, აი არ მაინტერესებს. ოჯახი არ მაინტერესებს თქვათ. ბავშვები საუკეთესო, მიყვარს ბავშვები. ჩემი მეუღლეც საყვარელი, მიყვარს ჩემი მეუღლეც, მაგრამ არ მაინტერესებს ეს ცხოვრება. მე ვარ სხვაგან ვარ თქვათ, ხო? ეს ვალდებულება რატომ ამკიდა ღმერთმა? ეხლა მეტყვით რომ ღმერთმა არ აკიდაო. აბა მაშინ იმ კუნძულზე მაინც რატომ ჩამოიყვანა ღმერთმა ეს ჩემი ქმარი და რატომ ათხოვრინა ხელი ჩემზე? გამაგებინეთ, აი რატო? აი ხა მე სრულიად გამოვყარე ჩემი პირადი ყველაფერი თქვენთან. მაინტერესებს თქვენი აზრი. რატომ გამაკეთებინა ღმერთმა ესეთი რამ, რაც მე პრინციპში ჩემს შინაგანში საერთოდ არ ზის. არ იცოდა ღმერთმა რომ ესეთი ვითარება მე არ მომეწონებოდა, თქვათ, არ იცოდა ეს წინასწარ ღმერთმა? ხო შეეძლო რომ ძალიან ჩვეულებრივად წავსულიყავი იმ კუნძულზე. მე ცხოვრა იმ კუნძულზე. წამოსულიყავი და საერთოდ არ მენახა ეს ჩემი მომავალი ქმარი, თქვათ, ჩემი ქმარი. ხომ შეიძლება ესე მომხდარ იყო, მაგრამ აი უამრავ და კიდევ ამასთან დამატებით, აი ამ ყველაფერთან დამატებით, ამ ყველაფერსთან დააგვირგვინა იმან, რომ აი მე შევხვდი ადამიანს, რომელიც შემიყვარდა, თქვათ. ეხლა ვიღაცას ეწყინება, როგორ ლაპარაკობს ისე, ჩემს ქმარსაც ეწყინა ეგ, მაგრამ რა ვქნა ესე მოხდა, არც მე არ მინდოდა. თქვათ, ხო, არც მე არ მინდოდა. და თქვენ გონია მე მინდოდა და იმიტომ მოხდა ეგრე, იმიტომ რომ მე ვარ ცუდი ადამიანი. ვალდებულებას ვასრულებ, თქვათ, აი ახლა დავრჩი ჩემს ოჯახში ვარ, მუშაობ, ზოგჯერ ესეც ვაკეთები, იმასაც ვაკეთებ, მაგრამ სწორია ახლა ჩემი საქციელი? აი მითხარით, ჩემს თავს რომ ვავალდებულებ და ვაძალებ, ის ვაკეთო, რაც არ მინდა და რისთვისაც არ ვარ მე გაჩენილი, ხო? სწორია ეს საქციელი? რატომ არ ვარ ამისთვის გაჩენილი თუ იცით? იმიტომ რომ ქრისტე მეუბნება, გამომყევი მე. წამოდი ჩემს გზაზე წამოდი და ქრისტე რას აკეთებდა? არც ოჯახი ყავდა თქვენი აზრებით, თქვენი შეხედულებით, ოჯახიც არ ყავდა, არც შვილები ყავდა. დაეხეტებოდა დადიოდა მარტო, წავალ მეც ვივლი და ვიხეტიალებ. ეგ ჩემი ჰობია. ანუ მე ჩემი მოწოდება არის ეგ, რომ წავიდე და ვიხეტიალო ქრისტესავით ხალხი დაუმოწყრო. დედა. ხო, დედა, რა ხდება, მითხარი? აქ ნუდებ ჭუჭყენ ფერხებს ძალიან ხო. მერე როდის წავაიძირი? სად? მარიამი და აი ახლა მალე გაითიშება ტელეფონი და წავიდეთ, კარგი? კაი. შენი შვილებიანა უნდა წახვიდე ქრისტესკენ ბავშვებმა ხომ არ გაბრაზე. ბავშვებმა ხომ არ გაგაბრაზეს? არა, ანუ არ გეუბნება ქრისტე რომ ბავშვებიანა შემომიერთდიო რა, წამოდიო თუ არავინ უყვება, ხა ბავშვები საით საწავიყვანო სახეტიალოთ?
აი გაორებაში ვარ ძალიან გთხოვთ მიშველეთ რა მართლა გეუბნებით ეხლა თუ ქრისტე ამას მასწავლის და თუ ეს მღვდლები ესე მეუბნებიან რომ მღვდლები პრინციპში საერთოდ არ მაინტერესებს რას მეუბნებიან ეხლა უკვე მაგრამ ძირითადად საზოგადოების 99% ხო ესე არ იგებენ შენს ქმარს აიტანე მრუშობაში შენი ქმარი 4 შვილი გყავთ აბა როგორ გონია ის დეგენერატი რომ მოძღვრავს ხალხს მრუშობაში შეუწყე ხელიო მე რა რო გიღალატაო დედა მოწყნულმა როგორ უნდა დამოძღვრო მრუშობაში ხელის შეწყობაში კაცი ქალი ან ნებისმიერი რომ აიტანე 4 შვილის გამო ვის მოძღვრავთ ვისი მოძღვრებით მოძღვრავთ ანტიქრისტესი სატანის ხალხო არ ვიცი რა აი მითხარით ახლა ჩემი ერთი ცხოვრება მაქვს მარტო აი ამ რეინკარნაციაში ხო ერთი ცხოვრება მაქვს რა გავაკეთო ახლა ვალდებულება შევასრულო მთელი ცხოვრების მანძილზე აი ესე დავჩმორდე ჩემში დავჩმორდე თორე სხვას ბედნიერი გონი ვარ თქვა ხო აი რა კარგი ქმარი იყავს რა კარგი შვილები იყავს რა კარგი ის აი ყველაფერს უკეთებს ქმარი შურზე გასკდებიან ლამის არის და საქმეც იმაშია რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ არ ვიცი ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ სიმართლეებს ვლაპარაკობ აბსოლუტურად არაფერს არ ვმალავ ჩემს ქმართან რასაც თქვენთან ვლაპარაკობ იმას ვლაპარაკობ და იმაზე უფრო მეც კიდე ჩემს ქმართან მაგრამ ეს ჩემი ქმარის ისეთი საინტერესო აღმოჩნდა რომ ყველაფერს მიმღებლობა აქვს გადავირიე დედა რამდენ წუთში არ ვიცი რამდენ წუთში მარტო ძალიან მაგარი ქმარი გამომიჩინა ღმერთმა მაგრამ აი მე რა ხდება ჩემთან ვერ გავიგე რა უნდა გავაკეთო ქრისტეს დაუჯერო თუ ჩემ ქმართან დავრჩე მომეცია კეკდედიკო და ერთი მე სამი შვილი მყავს წინასწარ ნახე სამი სიზმარში სანამ ეყოლებოდა უკვე ვიცნობდი ვიდრე ჩემთან მოვიდოდნენ რეალობაში მედი არა საინტერესო ხო ნუ გამითიშე რა დედიკო რა ხო საინტერესოა ძალიან იცი რა არის აი ძალიან რთულესი მდგომარეობა არის ამ საკითხის ძალიან ბევრი ქალბატონი მიუხედავად იმისა რომ არ უნდა იმ ოჯახში ყოფნა მაინც იკავებს ეხლა არსებობს ჩემზე უარესი მდგომარეობები როცა სცემენ ქალებს და მაინც იქრჩებიან აი მაგას უკვე ვეღარ ვიგებ ღმერთმა დამიფაროს მაგის საერთოდ მაგის გაგებაში არ მაინტერესებს მაგის გაგება არ მაინტერესებს დედიკო იცი რა ქენი ერთი სალფეტკი იყო იქ სადღაც აი იქ სადღაც არის სალფეტკი და მომაწოდე კარგი მაგრამ როდესაც მე ვთქვათ აი ნახე როგორი გახლებს ამას ერთი მხრივ აი ენოქის წიგნსაც რო თარგმნი მაგალითად დავდგებოდი და ვთარგმნი და აი არ მაინტერესებდა სხვა რამე არ მაინტერესებდა ხალხო არც შვილების მოვლა და არც სახლის დალაგება და არც საჭველების გაკეთება ესეთი ვარ ივანე შეგიძლია რომ დამტოვო ცოტა ხანი აი მომიცი რომ დატოვო ეგ დატოვო ეხლავე აქ დავტოვე მანდარა აქ ჩამიცე დედიკო რაღაცნაირი შუქია ეხლა განათება არ არის კარგი არ გეწყინა შენი ქმარი უფრო ქრისტესთან აი ეს შენ რა იცი ჩემი ქმარი როგორია კაცო გამანებეთ თავი რა რადგან ცოტა ხანი გამოჩდება ხოლმე აქ დააჭირე ერთი წუთედიკო ჩემ ქმარს ისეთი გამოცდილებები და გამოცდები არ ქონია ცხოვრებაში როგორც მე მქონდა და ის ნერვები რაც მისია ჩემსაც ვერ შეედრება იმიტომ რომ ჩემს მდგომარეობაში რო გაზრდილიყო ჩემი ქმარი ეხლა იქნებოდა როგორი ქაჯი იცი აი ვერ წარმოვიდგენ და მე კიდე კარგად ვარ ამ მდგომარეობაში და ნუ შეადარებთ ერთმანეთს შენი ქმარი უფროა ქრისტესთან და ეს არ მაინტერესებს რა ეგეთი საუბრები დაზოგეთ ძალიან ხო დედიკო გეყოფა ეხლა
კარგით? არ მიყვარს შედარებები რა, აი ვერ ვიტან შედარებებს და საერთოდ შესაძლებელი არ არის ეხლა ის უფროა ქრისტესთან თუ მე. ის უფრო კაი ქრისტიანია თუ მე, არ არის ეს მოსაყვანი. არ არის მოსაყვანი. ჩემი ქმარი ვერ არის უფრო ქრისტესთან. იცი რატო ვერ არის ქრისტესთან უფრო? იმიტომ რომ სისტემის მონაა. გესმით? სისტემის მონაა. ჩემი ქმარიც სისტემის მონაა. ასე რომ ცოტა დააფიქრდით ხოლმე რა სიტყვით. ვერა და ვერ გამოვიყვანე სისტემიდან. ვერ გამოვიყვანე, იმიტომ რომ ეს არის მისი ცხოვრების დაზღვევა. დაზღვევა. არ გადამხტარა ცივწყალში ჩემი ქმარი. ჩემი ქმარი არის სისტემაში გაზრდილი სისტემაზე მორგებული ადამიანი. რომელიც მემარგუნა ღმერთმა. გესმით? აი ესეა. ერთი წუთი. როგორც ყველა თქვენგანი არის სისტემის მონა, ვერც ერთი სისტემის მონა ქრისტიანი ვერ არის, იცოდეთ რა. ამიტომ მოდის აპოკალიფსი, რომ სისტემიდან მოგხსნათ მთლიანად ყველანი და დაარღვიოს, თუ ჩამოგიშალოთ ყველაფერი. ვიცი რომ საწყენად არ გითქვავს, მაგრამ მეწყინა. იმიტომ რომ არ არის ჩემი ქმარი, უფრო ქრისტიანი ვიდრე მე. არ იცით რა არის ჩემი ქმარი და არ იცით ვინა ვარ მე. არ მიცნობთ თქვენ. თქვენ რასაც აქ ხედავთ, ის გგონივართ, მაგრამ ამის იქით ვინ ვარ არ იცით ჯერ. არ იცით, არ გინახავთ, თვალებში არ შეგიხედავთ ჩემს თვალებში, გესმით? და რასაც მე ვიტან და რასაც მე ვაკეთებ. აი ის რო გაეკეთებინა ჩემს ქმარს, მაინტერესებს ერთი თუ შეძლებდა რა. არ მომწონს ეს განათება. ყველას გონია, რომ ჩემი ქმარი არის ანგელოზი და რაღაცა და მე ვარ აი ისა ურჩხული და როგორ გაყვა ეს ამას ცოლად კაცო. როგორ მოიყვანა ამან ეს ჩემს არსში რომ ჩემმა ქმარმა დაინახა ანგელოზებრივი, იმიტომ მომიყვანა ცოლ და იმიტომ მიძლებს დღემდე. გესმით? ყველას. და ვისაც გშურთ ჩემი ქმარის რომ ესეთი ქმარი მყავს, ჩააფურთხეთ ყველამ რა, მართლა. შენზე არ ვიძახე მედია, სხვები არსებობენ ისინი, ვინც დღემდე შურით არიან ახსავსე, როგორ მოიყვანა ამან ესე რო ფიქრობენ. დამოტყნულები. და მითხარით არავითარ შემთხვევაში მე რომ ჩემი ქმრისთვის არ მეთქვა ის რაც ჩემში რა განჩია, მე ქრისტიანი ვერ გამოვიდოდი. რატომ არ იცით მაგარი ქრისტიანი? გეტყვით რა, ძალიან მაგარი ქრისტიანი რატომ არა? როდესაც მე გამოცდის წინაშე დამაყენა ღმერთმა, აბა როგორ იზავ ახლა? აბა მაინტერესებს როგორ იზავა, აი ქმარი გყავს, ოჯახი გყავს და აგერ მეორე ვინც ვიზეც გამიჯნურდი თქვა ხო? აბა რას იზავ ახლა? დაუმალავ ქმარს? თუ ვერ დაუმალავ? რატომ უნდა დამემალავ? არაფერიც არ დამიმალავს, პირდაპირ უთხარი რაც იყო და როგორც არის. და რა მოხდა მერე? რა მოხდა და გეტყვით რაც მოხდა. მადლობა მომიხადა ჩემმა ქმარმა რომ სხვა შესაძგილზე დამიმალავდა ამასო. და მე კიდე მადლობას გიხდი რომ სიმართლე მითხარიო. აი ეს მოხდა. და დღემდე ჩემი ქმარია და დღემდე უყვარვარ და დღემდე თავზე მყვება, რო იცოდეთ რა. აი მაგრამ მე ერთ რამეში ვეღარ გავიგე რა. ვერ გავიგე ვერა და ვერა. თუ არ მინდა და ვაკეთებ იმას, ეს არის ჩემი თავის ვნება. თუ ჩემ თავს ვავნებ, მაშინ ქრისტეს ვეწინააღმდეგები, ქრისტეს სიტყვას ვეწინააღმდეგები. მაშ რა გავაკეთო? თქვათ, ხო? თქვათ, ავდექი და გავაკეთე ის რაც მე მინდა, ხო? სხვათა შორის.
ავდექი გამოვედი ოთახში და ჩავიკეტო მაგალითად მარტო აქ ვიყო წიგნებში ჩემთავთან თქვენთან აი ესე საერთოდ გამოვეთიშო რაღა იქ წავიდე კაცო მონასტერში ღმერთმა დამიფაროს აი აქ დავჯდე გამოვა ესე რა კარგი აზრი მომივიდა ეხა მომივიდა ეგ აზრი უნდა გავაკეთო ეგრე ესე უნდა გავაკეთო მე ვნახავთ რა მოხდება რა არ ვიცი რა მოხდება მაგრამ ვნახავთ დღემდე ქმრების მონები ხართ თქვენ რა ქალები რომლებიც 24 საათი ყავა მომიტანე ის გამირეცხე ის მომიტანე ესე და დარბი ხართ 24 საათი ქმრების მსახურებაში რომლებიც მიდიან და ბოზებთან წვევიან ყოველ ღამე და მოგითხრევენ რაღაც ვირუსს და მერე თქვენ უნდა იმკურნალო და იაროთ აი ესეთ მდგომარეობაში ხართ ქალები რატო აკეთებთ ამას ვერ გავიგე რითი იმსახურებენ თქვენი ბოზანდარა ქმრები მაგას გამაგებინეთ რა დღესო ერთი ქალი ყავთ და მეორე დღესო მეორე ქალი ყავთ და რუატყუებენ იმათაც რომ ისა ცოლი არ ყავთ არ იმსახურებენ მაგას არ იმსახურებენ თქვენი ქმრები მაგას აქეთ მოიმსახურეთ თქვენი ქმრები მართლა გეუბნებით რა ვინც ცხოვრებაში პატივისცემას იმსახურებს ის არის ვინც სიცოცხლე დაბადა თუ თქვენ 3 შვილის დედა ხართ და 4 შვილის დედა და კიდე თქვენს ქმარს ემსახურებით და ყავას უდუღებთ და საჭამელს უკეთებთ და იმას დებილები ხართ სულ ყველა რა მართლა გეუბნებით ვისაც არ გიხარია და ზოგს უხარია ეგეთი მდგომარეობა კი რატო აკეთებთ ამას გამაგებინეთ ხალხო რატო აკეთებთ ამას რატო იმცირებთ თავს ქალებო რატომ რომ ესე გაგზარდეს და ესე ჩარჩოში მოგაქციეს ამიტომ არ უყარხართ ქმრებს ამიტომ მიდიან მე და ღალატობენ არავის არ უყარს ჩმორი ცოლი გვერდით შენ ჩმორი ხარ როდესაც მას ყველაფერს უსწორ თუ გცემს და დაურეკე პოლიციას და წავიდეს წაეთრიოს ციხეში იქ ჩაჯდეს დღესდღეობით ყველაფერი შესაძლებელია შენ ქმარი რომ სახში მოდის და შენ იმას ემსახურები და ნასკებს ურეცხავ და იმას კაი ნასკებს დღეს იმის რეცხავს რა ქვია მაგას სარწყი მანქანა მაგრამ ხო ემსახურები შენს ქმარს და რას აკეთებს მიდის სამსახურში და მოდის სამსახურის სახში უნახოს მაგრამ რა არის 3 ბავშვი და 4 ბავშვი რო ყავს და თავზე რო გაჯდებიან და ხან იმას ყურადღება უნდა და იქ დალაგება უნდა და იქ დალაგებულიც უნდა იყოს ის საჭიროა გაკეთებული უნდა იყოს იქის გაკეთებული კიდე ყავა მოუდუღო როგორ ეროზე ვიშლები ხოლმე ესე ჯერ მამაკაცის შეგნება ნახეთ რომ სახში მოდის ხედავს ქალი 3 შვილთან ერთად იყო დაღლილია და ყავა მომიდუღე რა და რა მიდი ყავა რა შეგნების ადამიანია წარმოგიდგენთ რა შეუგნებელი ადამიანია ერთხელ არ უთხოვია ჩემს მეუღლეს ყავა მომიდუღეო რა ერთხელ არ უთხოვია ჩემს მეუღლეს და როცა ჩემი ინიციატივით მოუდუღებ ხოლმე მადლობას მეუბნება ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემს ჩემს მეუღლეს რა ყველაფერს აკეთებს ჩემს გამო ყველაფერს აკეთებს აი თავს მყვება მართლა თავზე მყვება ყველაფერს გესმით ოღონდ ქართველი მამაკაცების აზროვნებაში ახლა ჩემი ქმარი ჩმორია იცი რა თქვენ ხართ ჩმორები რომ ვერ აფასებთ თქვენს ქალებს თქვენი ქალები რომ მონატყავთ დაყენებული სახლში და ბოზებში რომ დადიხართ თქვენ უბედურებო თქვენ მართლა რა თქვენ უბედურ დღეზე დაბადებულებო მართლა რა ქალს რომ სახლში ვერ აფასებთ შენს ცოლს შენი ცოლით რომ ვერ ამაყობ შენი ცოლის გვერდით გავლა რომ არ გიყვარს ვერ გეცირცხვილება და ბოზებთან რომ მიდიხარ საცოდავებო თქვენ და ესეთი კაცი არის ჩმორი რომ თავის ცოლს ყველაფერს უკეთებს და უხარია თავის ცოლთან ყოფნა
ესეთი კაცია ჩმორი და თქვენ მაგრები ხართ ბოზებში რო დადიხართ? და იმ ბოზებს კიდე ერთ ადგილს ულოკავთ ალბათ. სანამ საქართველოში ეს ოჯახური ვითარება არ გამოწოდება და ნებისმიერი ქალბატონი თავის თავს არ ამოსცემს ცოტა მაღლა და არ დააყენებს თავის დონეზე და კაცი ვერ დაინახავს მის სიდიადეს რომ მას მოექცეს ისე როგორც საჭიროა, მანამდე საქართველოში ოჯახის სიწმინდე კი არა, ოჯახის არსებობაზე საუბარი არის ზედმეტი რა. გესმით? ცოლი უნდა დაემონოს ხმას და ეს მღვდელი რო აუწევს ხოლმე მაგ დროს ხმას. და დანარჩენი და ცოლი უნდა დაემონოს ხმას. და გაიგებს ადამიანი მარტო ცოლი უნდა დაემონოს ხმას. და ესა ჯვრის წერის დროს მარტო ცოლი უნდა დაემონოს ხმას ესმის ადამიანს. მეტს ვერაფერს ვერ იგებს. და ეს ძველი დგეს და მღვდელმა თქმა უნდა დავემონო ჩემს ხმას და მონახარ შენ დებილო შენ. მონახარ და მონად დარჩები. ხალხო ქალებო, ძალიან გთხოვთ რა, ძალიან მაგარი ვიღაცეები ხართ. ღმერთმა ქალი რომ შექმნა ისეთი უნიკალური არსება, დედამიწაზე არაფერი არ შეუქმნია რა, რო იცოდეთ რა. მხოლოდ და მხოლოდ ქალს აქვს უნარი რომ გააჩინოს სიცოცხლე. ღმერთის ტოლფასი ხარ, ქალი როგორც ქალი, გესმის? და შენ მამაკაცმა როგორ უნდა დაგიჩმოროს? როგორ? მხოლოდ ისე, რომ მღვდელს ეკლესიაში აი ხმამაღლა გამოათქმევინოს, გამოთქმით რიტორიკულად უმაღლეს დონეზე, ცოლი უნდა დაემონოს ქმარს და დანარჩენი. როგორც ყოველთვის იმართას ამბობ თამარო, ამბობს თია. ხო, თია, აბა ვის უხარია, რომელ შეგნებულ მამაკაცს უხარია გვერდით მონის ყოლა და მედიკალო რა და ესე. არც ერთ ნორმალურ ადამიანს, არც ერთ ნორმალურ მამაკაცს ეს არ უხარია. არანორმალურების გვერდით თუ გინდათ ყოფნა იყავით. ურთიერთობა ერთმანეთის თანაბარ პატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული. კი, ლალი, ზუსტად. ერთხელ ჩემს მეუღლეს მუცელზე ის არა ქვია, ის ის უთხარი რა, რა ქვია კაცო, შენიშნა მიმეცი ხოთ. იმ ხელა მუცელი გაქვს მეთქი რომ ბარემ ბავშვები შენ გააჩინეთ თქო. ჩემი მეუღლის პასუხი. ამ ყველაფერს ხო ვიღებ ჩემ თავზეო და კი და ეგეც გინდა რომ ეგეც ავიღო ჩემ თავზეო, გავაკეთებ თუ გინდა. ანუ საინტერესო ის არის ხალხო რომ მამაკაც არ უყვარს ქალი რომელიც თან ყვება. მამაკაც უყვარს ქალი რომელიც თავს იფასებს. რაც არ უნდა გაზოგადოთ მოგეჩენოთ. ესია ეგოიზმ და ნარცისტ მამაკაც უყვარს ქალი რომელიც სულ თან ყვება, სულ მასე ვამპირი, ენერგოვამპირი, ახლა ენერგოვამპირებთან ცხოვრება თუ გინდათ, ოკეი, მოსულა და იყავით, არანაირი პრობლემა. მაგრამ თუ ნორმალურ ადამიანებთან ცხოვრება გინდათ ქალბატონებო რა. ახალგაზრდა გოგოებო და ქალიშვილებო, დიდო ქალიშვილებო, პატარა ქალიშვილებო, 1000 გვარი ქალიშვილი არსებობს. ერთადერთი რამე იცოდეთ რა, მამაკაცთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახო რომ მოგწონს. როგორც კი დაანახებ მოგწონს, ჩემ ცხოვრებაში აი უამრავი მაგალითი ყოფილა, როგორც კი მამაკაც აგრძნობინებ რომ მოგწონს, მამაკაცი მოტყდა. всё, წავიდა. წავიდა შენგან. რატომ იცით? რაც არ უნდა თავს ვენებს იჭრიდეს მანამდე და ჭყუაზე არ იყოს და მუხლებზე გეზრო როგორც კი ანახებ რომ კაცი მოგწონს, კაცისთვის უინტერესო ხდები. რატომ იცით? ბანძები არიან და იმიტომ. აი ესეთი მამაკაცები არიან ბანძები.
გესმით? და თუ გინდათ რომ მამაკაცი თავიდან მოიშოროთ, აგრძნობინეთ რომ მოგწონს. ვითომ მოგწონთ და გაიქცევა. ზოგჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ გადამეკიდა და აღარ შემიძლია და აგრძნობინე რომ მოგწონს, წავა. მართლა ეს არის ფორმულა გეუბნებით რა. ცხოვრებაში თითოეულ ფაქტი არის, რომელიც არ ამართლებს. ძირითადად არის ესე. რაც უფრო თავს იფასებ, მით უფრო გეტენება მამაკაცი ერთ ადგილში უკაცრავად. ხო, გეტენება ერთ ადგილში. რა მოხდა მე, ეგეთი არის, ძალიან ჩვეულებრივი რაღაც თქვი ახლა რა. ერთი რაღაცა თქვი, რომელიც ძალიან ჩვეულებრივი ფაქტია, რომლის გარეშეც კაცობრიობა აღარ განვითარდება. და ის მაინტერესებს რა, თუ ქრისტე გვეუბნება რომ აღარ უნდა ვიყოთ ესე ერთმანეთთან ცოლები და ქმრები, მაშინ მაინტერესებს რა, სიცოცხლე მთავრდება? აღარ იქნებიან შვილები? არა. გამაგებინეთ რა ერთი. თუ გინდა მღვდლებს კითხეთ, თუ გინდა მეუფეებს, თუ გინდა ილია მეორეს კითხეთ პირადად, თუ გინდა ანგელოზებს, თუ გინდა ყველას ან ქრისტეს კითხეთ პირადად. გამაგებინეთ რა, რას გულისხმობს ქრისტე მაგაში, რომ ბოლო ჟამს აღარ იქნებიან ცოლები და ქმრები. არამედ იცხოვრობენ ვითარცა ანგელოზების ზეცაში. ანგელოზების ზეცაში როგორ ცხოვრობენ? მე ვიცი ანგელოზების ზეცაში ისე ცხოვრობენ, რომ არის ანგელოზი, მას ყავს თავისი რჩეული. არის მამა ღმერთი, არის სულიწმინდა. ერთნი არიან. ცოლი, ქმარი. თქვათ, ცოლი და ქმარი არ ქვია მაგას, მაგრამ ესე ქვია. მამრი და მდედრი. და ქრისტე ამბობს, რომ არაო. არ უნდა გყავდესო მეორე ნახევარიო? მაშ ქრისტე მამამისე წინააღმდეგება ესე იგი. აბა მამამისმა როგორ გააჩინა თვითონ? ქალი არ ყავდა? არ გააჩინა მარიამისგან? აბა მაშ რაღა უნდა ვერ გავიგე ქრისტეს? მამამისე წინააღმდეგება? თუ თქვენ გინდათ რომ ქრისტე წინააღმდეგებოდეს მამამის, აბა ალაპარაკეთ ახლა ქრისტე რეალურად როგორ ამბობდა, რეალურად. სრულყოფილიო და ის ცოტაში არ უნდა იყოს და ეგენ დებილობაა ყველაფერი ხალხო. გამაგებინეთ, ქრისტე მამამის შეეწინააღმდეგა? თუ მამამის ქალი დასჭირდა იმისათვის რომ დედამიწაზე მოსულიყო, თვითონ აღარ სჭირდება ქალი? ალბათ სხვა ფორმაში გადადის სიცოცხლე, არა ყარ მატერიალურში. ყარ მატერიალურში ისა, მარი ყარ მატერიალურში ანგელოზებიც არის, თავად ანგელოზებიც არიან. უბრალოდ ანგელოზებს აქვთ ეს უნარი, გამოჩნდნენ, გაქრნენ. როგორ გადადიან ისინი სხვა სივრცეში ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ისინი შეხებადი არიან. მათ აქვს სასქესო ორგანოები და დაცემული ანგელოზები რო ქვიათ, დაცემულ ანგელოზებმა ქალებთან დაიწყეს ურთიერთობა, იმიტომ გააჩინეს დეფილიტები, თორე ანგელოზებს რომ ერთი ადგილი არ ქონოდათ, ვერ გააჩენენ ქალებთან შვილებს. ასე რომ ანგელოზებსაც აქვთ სასქესო ორგანო. თუ სასქესო ორგანო აქვთ ანგელოზებს, ესე იგი რაღაცისთვის შეიქმნა, ხო? აბა ტყუილა ხო ჩამოკიდებდა ღმერთი იმ ერთ ადგილს, ან სხვანაირად. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საკრალური თემა გახსენით რა, ძალიან გთხოვთ რა. აბსოლუტურად არაფერი, როგორც კომუნისტები უმალავდნენ ამ ურთიერთობას და ეს აშინელებაა და ის არის და სიბინძურე, რა არის სიბინძურე? ხარ ხო აქედან ვიბადებით, აქედან ჩდებით. სიბინძურე ხართ თქვენ ტვინშია სიბინძურე, როცა ამას სიბინძურე დაარქვით. თამარ, ეგეც მაინტერესებს, გაგრძელდება თუ არა სიცოცხლე დედამიწაზე და როგორც ცნობილია წერილებიდან გაგრძელდებაო. ოღონდ აღარ იქორწინებენო, არამედ იქნებიან როგორც ქრისტემ იქორწინა მაგდალინაზე, არ იქორწინა. მაგრამ ქრისტეს და მაგდალინას შვილები ყავდათ. ეხლა ვიღაცები აღდგებიან თავს დაანარცხებენ, არ როგორ ამბობ მაგას. დამიმტკიცე რომ არა. დამიმტკიცე რომ არ ყავდა ქრისტეს და მაგდალინას შვილები არ ყავდათ. თუ დამიმტკიცებ, ოკეი, მაგრამ სანამ დამიმტკიცებდე, თავს დაანარცხებ იატაკზე ოღონდ რა, იმის მტკიცებით, რომ ქრისტეს ცოლი არ ყავდა. არ ყავდა ცოლი, არა. ცოლი არ სჭირდებოდა. ზეციური იერარქები არ ქორწინებენ. ქორწილი არის ადამიანური, რომ დაიზღვიო თავი, იმან იქორწინა იმაზე და იმას ის ეკუთვნის და ერთი პერიოდი კიდე ბეჭედი იმას ნიშნავდა, რომ შენ ჩემი მონა ხარ და გაგიკეთებდნენ ბეჭედს.
აი მაგას ნიშნავდა და საერთოდ მე გითხარით ამ ბეჭედს იმიტომ ვატარებ, რომ პირდაპირ მაჩვენებს ხოლმე, როცა ორსულად ვარ. ჰორმონალური ცვლილებების დროს მეუბნება ნიშანს მაძლევს. და ამიტომ ვატარებ მე ამ ბეჭედს, თორე თამარ ანგელოზები მყარ მატერიაში გადავიდნენ დედამიწაზე ჩამოსვლით. ანგელოზები მყარი არიან, ყველაფერი მყარია, მარი. ანუ თუ ანგელოზი, აი გიორგის, მიქაელიც, გაბრიელიც, ყველანი მყარები არიან. ისი არ არის, რომ ეხლა ისინი გამჭვირვალეები იყვნენ და ესე გადიოდნენ და კედლებში დადიოდნენ. ეგრე არცად არ არის, ეგ არ წმინდა წერილებში არ არის. ერთადერთი ის გამოეცხადა, იცი რას ნიშნავდა კიდე, რომ უცბად გაჩნდა იქ. ანუ როგორ გაჩნდა, იმას ვერ ხედავ, მაგრამ იქ დგას. გავიხსენოთ ის ადგილი სახარებიდან ქალს, რომ 5 ქმარი ჰყავდა გამოცვლილი და სიკვდილის შემდეგ აღდგომისას რომელი იქნება მისი ქმარიო. და ეს უპასუხა სწორედ, რომ აღდგომის შემდეგ აღარავინ ეყოლება არც ცოლი და არც ქმარი. ხო, არ ეყოლება არც ცოლი და არც ქმარიო. იმიტომ არ ეყოლება, რომ ყველა თავის მეორე ნახევარს იპოვის და ერთად იქნება, სულ არ დასჭირდებათ არც ქორწილი და არც ჯვრის წერა. გესმით? როდესაც ადამიანი თავის მეორე ნახევარს იპოვის, არავისთან არ სჭირდება მტკიცება, რომ აი მე ვიპოვე ჩემი ნახევარი და ეხლა უნდა დავქორწინე მასე. ყველანი იქნებიან უკვე ისეთ სრულფასოვნები, რომ თავის თავში იქნებიან გარკვეული და მათ აღარ დასჭირდებათ ის დაზღვევები. შეხედავენ ერთმანეთს და მიხვდებიან, რომ ისინი ერთმანეთს ეკუთვნიან. ერთმანეთს იპოვიან და სხვასთან აღარ გაიხედავენ. აი ეს არის ანგელოზებრივი ერთმანეთთან ურთიერთობა. შეგონია 154,000 რჩეულში იქ ერთი ისეთი გამოჩნდება, რომელიც მარტო დგას. შეიძლება მარტო ქრისტეს საცოლე, კი, მაგრამ დანარჩენები ყველანი წყვილები იქნებიან. ყველანი იქნებიან წყვილები. ერთ წარიტაცებენ თუ ორს ერთად იპოვიან, ხო? ორივეს წაიყვანენ. და თუ ორს იპოვიან ერთოზე, მაშინ ერთ წარიტაცებენ და ერთს დატოვებენ. ერთ წარიტაცებენ რატო იცი? ნასკები გაიხსენეთ ის წინდები. ერთი წყვილი იმისი არ არის, წარიტაცებენ და იმას შეუერთებენ ვისი წყვილიც არის და არა ისე. იმას იქ წააგლიჯავენ და იმას იქ წააგლიჯავენ და შეერთებენ იქ სადაც საჭიროა. ხო არიან ზოგი აცალი წყვილები დაწყვილებული, რომელიც არ ეკუთვნიან ერთმანეთს. მე ვნახე მთავარანგელოზი რაფაელი, ცეცხლოვანი შუქის მატარებელი ფრთებით, მაგრამ არა ხორცით, როგორც ჩვენ ვართ. ეგ იყო სიზმარში, ხო მარი? სიზმარი კიდე სხვა განზომილებაა და სიზმარში განზომილების დროს სხვანაირ აღთქმა სხვანაირია. თუ ხილვა იქნებოდა, აი მაგალითად, რომ გახარ და ცხადში რო ხდება ყველაფერი, აი ეგ იქნებოდა საინტერესო, ანგელოს როგორი ხილავდი. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, ხო? დაფიქრდით, ქრისტეს უკარგავთ სიტყვებს. რაც თქვა ქრისტემ, ისე მიიღეთ რა. აღარ იქნებიან ცოლები და ქმრები, აღარ იქნება საჭირო 5 ძმა თუ არის, ეს 5-ვე თუ გარდაიცვლება, ეს საწყალი ქალი ამ ძმებს შეეტენოს. აღარ იქნება ეგ საჭირო, ეგ იყო წარმართული კულტურის ნაწილი. არა ხილვა იყო, დღე ვნახე არ მეძინა. საინტერესოა როგორი ხილვა იყო მარი შენს ოთახში გამოცხადდა თუ რა ადგილზე იყო. არ ვიცი თამარ, მე ვფიქრობ მაგდალინელი იყო ქრისტეს მეგობარი სულიერად. შვილები თუ ყავდათ, მაგას მე არ მჯერა, თუმცა ვისაც ამის სჯერა არ განსჯი, ყველა შეიძლება შევცდეთ. არა, პირზე კოცნით არ შეხვდებოდა მაშინ ქრისტე მაგდალინას, რომ ყოფილიყო მხოლოდ მეგობარი. მაშინ ყველას პირზე კოცნით შეხვდებოდა. პირზე კოცნით ხვდებოდა მაგდალინას და ტყუილად არ შეხვდებოდა პირზე კოცნით
დებილი ხო არ იყო ქრისტე ახლა რომ ვიღაცა თავის მეგობარ ქალს აკოცოს ტუჩებში. ახლა ვიღაცა იტყვის რომ მაშინ ტუჩებში კოცნა ჩვეულებრივი იყო, პირზე კოცნაო და არ იყო ჩვეულებრივი. მაშინ მარტო მაგდალენაზე რატო ამოხსენიებული რომ პირზე კოცნით ხდებოდა და არა სხვაებს, მაგალითად მართა, მარიამი, სალომე, რა ვიცი, რამდენი იყვნენ კიდე და დანარჩენები. იმათ რატო არ ხდებოდა პირზე კოცნით? ხო? აქედან გამომდინარე გარდა ამისა კიდე მოხსენიებული არის მარიამი როგორც ცოლი ქრისტესი, მაგრამ ეს დამანულია და დამწვარი გადარჩენილი პაპირუსის ქაღალდია. მარიამი ქრისტეს ცოლი, ესია მოხსენიებული ამ პაპირუსის ქაღალდზე. ეს პაპირუსის ქაღალდი ინახება ბერლინის მუზეუმში, სადაც არის ბერლინში მუზეუმი არის ეგვიპტური მუზეუმი. ეგვიპტურ მუზეუმში ბერლინში ინახება ეს პაპირუსის ნამფლეთი. ქრისტეს ცოლი მარიამი, ვინ უნდა ყოფილიყო ახლა ქრისტეს ცოლი მარიამი თუ არა მაგდალენელი, ისე პირზე კოცნით ხდებოდა, ხო? ამას რა თქმა უნდა ბევრი საუბარი არ გვინდა რა, ეხლა რატო არ გინდათ რომ ქრისტეს ყავდეს მეორე ნახევარი ნაპოვნი. რა ყველა არ მოვიდოდა ის კაცი აქ რა. სახარებაში წერია იქ. უფრო დაზუსტებით იცის ლევანმა ზუსტად სად და როგორ წერია. რომ მაგდალინას ხდებოდა პირზე კოცნით. ეხლა მაშინ ახლა წავიკითხო სახარება და მოვძებნო ეგ ადგილი. რა მოხდა მე წავიკითხავ და ბევრი რაღაც სხვასაც ვიპოვი მე კიდე იქ და კიდე გავათემატურებ სხვადასხვა რაღაცეებს. რაც უფრო ბევრჯერ წაიკითხავ სახარებას, მით უფრო ბევრ შეცდომას და ბევრ საინტერესო რაღაცასაც კითხულობ. ხო და ასე რომ ჩემოკარგებო, რა ვიცი, აი გამოიკვლიეთ რა. ქრისტე აი ალოგიკურია ეგ რომ ქრისტეს ეთქვა ჩვენთვის, რომ მეორე ნახევარი არ შეიძლება, აი გამორიცხულია ეგ რა. პირველ რიგში ქრისტეს უნდა მოეცა ჩვენთვის მაგალითი, როგორია ცოლქმრობა. ცოლქმრობა გადავდოთ იქითაც, როგორია ერთმანეთთან ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის. არა, მაგდალენელის სახარებაში არა, თამარ. იმ 4 სახარებაში, რომელიც სახარებას ბიბლიაში გვაქვს, იქ არის მოხსენიებული. პეტრეს რო შურდა, რატო ხდებაო ესეო? პეტრეს შურდა მაგდალენელის. დებილი იყო პეტრე, ვერ გაიგო ის რომ მაგდალენელი და იესო ერთად იყვნენ. და ბოლომდე შურდა. რა ვიცი, შეიძლება გეიც იყო ეს პეტრე. თავისთვის უნდა ქრისტე თუ რა იყო ვერ გავიგე. მოკლედ წავედი ახლა მეგობრებო, მე გითხარით ეს უცნაური ვითარებები, რომელშიც კაცობრიობა არის და ამაზე საფიქრ, ეს არ გადადოთ რა, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და მე ამოხსნა ჯერ ვერ უპოვე, იმიტომ რომ ძალიან სულია ამის ამოხსნა. ამაზე თუ არ იფიქრა ადამიანმა და საზოგადოებამ ვერ ამოხსნის ამ საკითხს. ეს ისევ და ისევ ერწრეზე ვივლით, ისევ და ისევ მოხვდებით ჩვენზე. მადლობა უფალს რომ ისი აღარ არის როგორც ადრე. სანამ დაიბადებოდა ბავშვი, მაშინ რომ ნიშნავდნენ ხოლმე. საშინელება რაღაცეებს აკეთებდნენ. აი ახალგაზრდა გოგოებს იმ ხალხებზე ათხოვებდნენ. ხო, გახსოვს ნათელი ენერგიები უნდა შეერთდეს. კი, ეგ მახსოვს, მაგრამ მე ჩემს არ მოგიყოლია ეგ როგორ ნახე კონკრეტულად შენ რაფაელი. ზევიდან რომ ხთა რომ აწუხებდა, კი, მახსოვს მე ეგ რომ მომიყევი, მეც გავაშღერე ჩემს ლაივებში. მაგრამ მე აღვიქვი როგორც შენი სიზმარი, რომ სიზმარში ნახე და ხილვა რო იყო ეს სიზმარი პრინციპში ხილვა არის იგივე, მაგრამ აი ცხადში თუ ნახე ეგ არ ვიცოდი. ხო, მაშინ პირადში მე მომიყევი. კაი.
ასე რომ ჩემო კარგებო, წავედი, გაკოცეთ რა, იფიქრეთ რა. იფიქრეთ, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. მე ვფიქრობ, რომ აი ეს გამოცდა, ჩემი გამოსაცდელია და აი ამ გამოცდას რატომღაც ვერ ვიგებ. ამ გამოცდაში რაღაც დახმარება მჭირდება რა, ჩაბარებას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა არის სწორი, რომელი გზა არის სწორი, რომ დარჩე და იმ ვითარებაში როგორშიც ხარ, შენ თავს ავნებ და ეს ცუდია, რომ წახვიდე სხვებს ავნებ და ეგეც ცუდია. ანუ ორ ზღვაში, ორ წყალშუა ხარ და რა არის გამოსავალი იქნებ ერთად ვიპოვოთ რა. აბა თქვენ რას ფიქრობთ? მაინტერესებს თქვენი აზრი, მომწერეთ რა, თუ გინდათ პირადში მომწერეთ. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს ყავდა თუ არა ოჯახი, ვისაც უნდა ყავდეს და ვისაც არ უნდა აყავდეს, ვინ დაუშალა ან ერთს ან მეორეს, ისა ნაბერძგალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ქრისტეს ყავდა თუ არა ოჯახი. აი თუნდაც იმიტომ რომ აი ამ კითხვის გამო რა. მე ძალიან მაინტერესებს. სხვებს შეიძლება არც აინტერესებს, მაგრამ მე მაინტერესებს. მე აი მისი მდგომარეობა პასუხს გამცემს აი სრულყოფილად და ზუსტად მეცოდინება რა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მარტო ვარ თითქოს დარჩენილი რა, გადაწყვეტილება როგორ მივიღო არ ვიცი. ქრისტეს ვერ ვეკითხები. იმიტომ რომ ქრისტეს დარწმუნებული ვარ რომ ექნებოდა ამაზე პასუხი, მაგრამ დამალეს. გესმის, იმიტომ რომ ძალიან რაღაც უცნაური ვითარება ეკლესიებში, ოჯახში ქალს უაზროდ ამყოფებენ რა, როგორც მონასტრის იმათ ქმრისას ისე ამყოფებენ და ჩემი აზრით ამიტომაც დამალეს ქრისტეს ის გამონათქვამი რაც აქვს ოჯახთან დაკავშირებით. ჩემი აზრით დამალეს. ამიტომ მინდა რომ გამოჩნდეს. და იმიტომ მაინტერესებს, ყავდა თუ არა ქრისტეს ოჯახი. საბოლოო ჯამში გაირკვას რა, რატომ არის იმ პაპირუსზე მარია მაგდალინელი ქმრად-ცოლად მოხსენიებული ქრისტესი. რატომ ხდებოდა პირზე კოცნით ქრისტე. მე მაინტერესებს, ჩემი ეხლანდელი ვითარება ძალიან მოითხოვს მაგას, მაგ პასუხს. ამიტომ მაინტერესებს რა. წავედი ახლა და თქვენ იქნებ მომცეთი რაღაც ისენი რა. თქვენი აზრები, თქვენი მოსაზრებები მომწერეთ, პირადში მაინც მომწერეთ. აი, ამ წავედი.